აბა მითხარით, ვინმეს გიკვირთ, მერაბმა რამე თუ დაიშავა? გონი უკვე მივეჩვიეთ. ეს კაცი ისეთია, მშვიდად ყოფნა არ შეუძლია. ხან ყინულიან ტბაში დადახტება თავით, ხან მაყურებელს გაეკიდება ტრიბუნებზე. ხან კიდევ ვარჯიშზე ისე იხარჯება, თითქოს მსოფლიო ომი იყოს. აი ახლაც, სულ რამდენიმე დღის წინ დადო სოციალურ ქსელში, ცხვირი ისევ გაიტეხა სპარინგის დროს. ერთი შეხედვით რა მოხდა? მერაბისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია რა? მაგრამ დაფიქრდით ხალხო, რამდენჯერ შეიძლება ბეთს ეთამაშო. მერაბი ის კაცია ოქტაგონს გარეთაც რომ მომშია. ფეხი გაიჭრა, წარბი გაისკდა, ახლა ცხვირი, ეს ყველაფერი მანამ იყო სასაცილო, სანამ შედეგებზე არ აისახა. გახსოვთ ტიტული რატომ დაკარგა? ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომის გამო. კაცი წელიწადში 4-ჯერ ჩხუბობდა, წონას იკლებდა გამეტებით და ორგანიზმმა უბრალოდ უარი უთხრა. სანამ გავაგრძელებდეთ ამ სერიოზულ თემას, ერთი რამ მინდა გითხრათ. თუ გინდათ რომ შემდეგ ბრძოლებზე თქვენი პროგნოზები უფრო აზარტული გახადოთ, ჩემი მეგობრები სტეიკდან გთავაზობენ საუკეთესო პირობებს. გამოიყენეთ პრომოკოდი VIOJONES და მიიღეთ სერიოზული ბონუსები. ეს მეც მეხმარება და თქვენთვისაც კარგია. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობას. მე მესმის მერაბის მუღამიც ეგ არის, არაფერი არ ადარდებს, გიჟივით ვარდება ბრძოლაში, სული და გული აქვს. ეგ გვაყვარებს მას, მაგრამ როცა 135 ფუნტის, ანუ ჩვენებურად დაახლოებით 61 კილოგრამის დივიზიონის მეფე ხარ, ცოტა ტვინიც უნდა აიყოლო. მარტო გულით შორს ვერ წახვალ, მით უმეტეს როცა პიოტრ იანივით მხეცი ყავს მოწინააღმდეგეთ. იანმა რევანში აიღო და სიმართლე ვთქვათ, ის იმ დღეს მართლა საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ მერაბმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წაეგო. და აი ახლა, როცა წესით ტიტულის დაბრუნებაზე უნდა ფიქრობდეს, ისევ ტრავმა, ისევ ის ძველი შეცდომები. ნუ თუ მართლა ვერ ისწავლა ჭკუა? ხომ ხედავს რომ UFC-ში არავინ გელოდება მარადიულად. დღეს ხარ ვარსკვლავი, ხალხი შეიძლება სხვამ ჩაქჩახოს. მერაბი აქამდე ჯოკერი ვიტია, სადაც ჩხუბი ჩაიშლებოდა ამას აგდებდნენ და ყოველთვის ამახთლებდა. ალექს პერეირასა და ვოლკანოვსკის მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. But this widening that we see here, that's the part that we're looking at, like, is this, how many of these fractures are new versus old, and so that's always the big debate when you look at these, like we'll look at a აი აქ იწყება ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც შემდეგ ნაწილში ვილაპარაკებთ. მერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მისი კარიერის დასასრული გახდეს. ხო და მოკლედ, საქმე იმაზე ბევრად რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მერაბს ცხვირი კი არ აქვს უბრალოდ გატეხილი, როგორც ჩვენ ბავშვობაში ჩხუბის დროს მოგვდიოდა ხოლმე. სურათები რომ ვნახე, იქ ცხვირის ფორმა საერთოდ დაკარგულია. რენტგენზე ჩანს, რომ ძვალი ორ ადგილას არის გადატეხილი და შიგნით ყველაფერი ისეა არეული, როგორც ქართული სუფრა кейფის ბოლოს. ახლა დაფიქრდით, მერაბის მთავარი იარაღი რა არის? მისი დაუღალავი კარდიო, ხომ? მანქანა იმიტომ ხგვია, რომ 5 რაუნდი შეუძლია ისე ირბინოს და ჭიდაოს, თითქოს 100%-იანი ჟანგბადის ბალონი ჰქონდეს ზურგზე მიბმული. მაგრამ როგორ უნდა ისუნთქო, როცა ცხვირით ჰაერი საერთოდ არ შედის? ექიმებმა პირდაპირ უთხრეს, მერაბ ძმაო, თუ გინდა რომ ისე იფრინო ოქტაგონზე, ოპერაცია გარდაუვალია. ძვლები უნდა დაიმსხვრეს, ხელახლა აიწყოს და გასწორდეს, რომ ფილტვებმა ჰაერი მიიღონ. აი აქ ვლინდება მერაბის ის ხასიათი, რომელიც ხან გვამაყებს და ხან გვაგიჟებს. კატეგორიულ უარზეა. იცით რატომ? იმიტომ რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას მინიმუმ 1 წელი, ანუ 365 დღე ჭირდება. 1 წელი ბრძოლის გარეშე მერაბისთვის სიკვდილის ტოლფასია. ის ამბობს, მე ამდენს ვერ მოვიცდი, ჩხუბი მინდაო. მეტიც, ამ თვეში, აპრილში უკვე აქვს დაგეგმილი გრეპლინგის შეხვედრა. წარმოგიდგენიათ, კაცს ცხვირის სახეზე აღარა აქვს და მაინც საჭიდაოდ მიდის. ღმერთმა არქნას და იმ შეხვედრაზე ვინმემ შემთხვევით იდაყვიან მუხლი მოარტყას იმ დაშლილ ძვლებზე. მერე უკვე ვეღარანაირი ექიმი ვეღარ უშველის. ეს აღარ არის ვაჟკაცობა. ეს უკვე საკუთარი კარიერით რულეტის თამაშია. მერაბი ფიქრობს, რომ ისე გაძვება როგორც ადრე, მაგრამ UFC-ში კონკურენცია ისეთია, რომ 90%-ით მზადყოფნაც კი წაგებას ნიშნავს. რიტორიკული კითხვაა.
ღირს კი 1 წლის დაზოგვა იმად, რომ მთელი დარჩენილი კარიერა ნახევარი ფილტვით იჩხუბო. პიოტრ იანი, რომელიც ახლა ჩემპიონია, ისეთი ტიპია, სისხლის სუნს რომ იგრძნობს არ გაგიშვებს. მერაბი თუ მასთან გატეხილ ცხვირით და ჟანგბადის შიმშილით გავა, ეს იქნება თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ UFC-სთვის მერაბი აღარ არის ისეთი ხელშეუხებელი, როგორიც ადრე იყო. სანამ ჩემპიონი ხარ, გითმენენ, მაგრამ როგორც კი ტიტულს დაკარგავ და პრობლემებს ქმნი, ტრავმების გამო ჩხუბებს აუქმებან, გაუგებარ მდგომარეობაში გადიხარ, ორგანიზაცია მაშინვე სხვაზე გადაერთვება. იქ ფული და შოუა მთავარი. თუ მანქანა გაფუჭდა, სხვა მანქანას იპოვიან. რა მოხდება თუ მერაბი მაინც თავისას გაიტანს და ივლისში ან აგვისტოში პიოტრ იანს დაეჯახება? ჩემი აზრით, ეს იქნება იმავე შეცდომის გამეორება, რაც წინა წაგებისას დაუშვა. მაშინაც გადაღლილი და გამოფიტული იყო, ახლა კი ტრავმირებული იქნება. 50%-იანი მერაბი იანის წინააღმდეგ, მოდით რეალისტები ვიყოთ. ეს განაჩენია. სამწუხაროა, რომ ჩვენი დივიზიონი, რომელიც ყველაზე ცოცხალი და საინტერესო იყო, ახლა ერთ ადგილზე გაიჭედა. ჩემპიონი იანიც ტრავმირებულია, მერაბიც ამ დღეშია. მომავალი ძალიან ბუნდოვანია. მომდევნო თაროზე ზუსტად იმაზე ვილაპარაკებთ, თუ ვინ შეიძლება გამოჩნდეს ამ არეულობაში და რატომ არის მერაბის მდგომარეობა საცუქარი სხვა მებრძოლებისთვის. აბა მოდით რეალობას თვარი გაუსწოროთ. სანამ მერაბი თავის ცხვირს დასდევს და პიოტრ იანი ზურგის ოპერაციიდან გამოდის, დივიზიონი ხომ არ გაჩერდება. UFC-ში ვაკუუმი არ არსებობს. იქ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ხვის უბედურებაზე თავის ბედნიერებას ააგებს. და აი აქ იწყება ყველაზე დიდი თავსატეხი. ვინ დარჩა საერთოდ ამ წონაში ისეთი, ვისი ჩხუბიც ხალხს დააინტერესებს. ბევრი უმარ ნურმაგომედოვზე ამყარებდა იმედებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მგონი UFC-ს უკვე ცოტა გაუცივდა მის მიმართ გული. კი, დაუმარცხებელია, კი, სახელი აქვს, მაგრამ ბოლო ბრძოლებში რა ვნახეთ? მარიო ბაუტისტამ და დავიდონ ფიგერედომ ისეთი დღე აყარეს, კინაღამ სენსაცია მოხდა. იმ დონის ჩხუბით, რაც უმარმა აჩვენა, პიოტრ იანს კი არა, საშუალო დონის მებრძოლსაც ვერ მოუგებ დამაჯერებლად. არ არის ისეთი გაყიდვადი ფიგურა, რომ დამოუკიდებლად დიდი შოუ ააწყონ მასზე. და აი აქ შემოდის სცენაზე ჩვენი ხუჭუჭა მეგობარი, შონ ომალი. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ყველაზე ლოგიკური და მომგებიანი ვარიანტი ომალისა და იანის რევანში იქნებოდა. პირველი ჩხუბი ხომ გახსოვთ? ისეთი სადავო გადაწყვეტილება იყო დღემდე რომ დაობენ. ზოგს გონია იანმა მოიგო, ზოგს გონია ომალი მოიპარა, გამარჯვება. ეგ რევანში ოქრო იქნებოდა UFC-სთვის, მაგრამ აქაც პრობლემაა. ომალის უკვე აქვს ჩხუბი ჩანიშნული თეთრ სახლში იმანის წინააღმდეგ. სიმართლე გითხრათ, სრულიად უაზრო ბრძოლაა, მაგრამ გადაწყვიტეს და რას ვიზამთ. გამოდის, რომ მერაბმა თავისი ტრავმით ამ დივიზიონს ფეხი დაუდო. წარმოიდგინეთ, ჩემპიონი ტრავმირებულია. ნომერ პირველი პრეტენდენტი მერაბი. ცხვირგატეხილია და ოპერაციაზე უარს ამბობს. ომალი სხვაგან ერთობა. რა რჩება? რჩება ის, რაც პანტოჟასა და სტივეკის შემთხვევაში გააკეთეს. აიღებენ ვიღაცას ტოპ 10-დან, ვისაც ტიტულისთვის ბრძოლის დონე საერთოდ არ აქვს და შეატოვებენ ჩემპიონს. ეს კი ნიშნავს, რომ 135 ფუნტის დივიზიონი, რომელიც ყველაზე ცოცხალი და ემოციური იყო, უბრალოდ დაჭაობდა. ახლა კი მივედით მთავარ კითხვამდე. რა ელის მერაბს? მეგობრებო, მე ძალიან მინდა რომ ვწდებოდე, მაგრამ თუ ის ამ ტრავმით და ამ განწყობით გააგრძელებს, ისევ იმავე კედელს დაეჯახება, რასაც ადრე. მერაბი ფიქრობს, რომ მანქანაა და არაფერი გაუფუჭდება, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს თავისი ლიმიტი აქვს. როცა 50%-იანი რესურსით გადიხარ ჩხუბზე, შენ უკვე წაგებული გაქვს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. ჩემი აზრით, მერაბის ყველაზე დიდი შეცდომა ახლა სიჩქარეა. მას გონია, რომ თუ 1 წელს გამოტოვებს, ყველა დაივიწყებს. პირიქით, სჯობს დაბრუნდე 1 წლის შემდეგ ჯამრთელი, გამართული ცხვირით და სრული ფილტვებით. ვიდრე გახვიდე 2 თვეში და მეორე რაუნდში სული დალიო, იმიტომ რომ ჰაერი არ გყოფნის. ეს სიტუაცია მთელ დივიზიონს აზარალებს. მერაბი ახლა აღარ არის მხოლოდ საკუთარი თავის პატრონი. ის ქართული სპორტის სახეა UFC-ში და მისი ყოველი ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯი ჩვენს იმედებსაც ურტყამს. თუ UFC დაინახავს, რომ მერაბი პრობლემური აქტივი გახდა, რომელიც ბრძოლის წინ ყოველთვის შამდება, ისინი მას უბრალოდ გვერდზე გაწევენ. იქ დაუნდობელი ხალხი ზის. მათ სჭირდებათ მებრძოლები, რომლებიც გარანტირებულად გამოვლენ და შოუს დადებენ. დასკვნა ასეთია. მერაბ დვალიშვილი ახლა კარიერის ყველაზე დიდ გზაგასაყარზე დგას. ან უნდა დააჭიროს მუხრუჭს, მიხედოს ჯამრთელობას და დაბრუნდეს როგორც ნამდვილი მეფე, ან გააგრძელოს ეს გიჟური რბოლა და საბოლოოდ დაამტრიოს თავისი კარიერაც და ის ცხვირიც. თქვენ რას ფიქრობთ, ხალხო? თქვენი აზრით უნდა გაიკეთოს ოპერაცია და დაისვენოს, თუ ისევ იჟიგოროს და გატეხილი ცხვირით გავარდეს ოქტაგონზე? დაწერეთ კომენტარებში, ყველას წავიკითხავ. მაინტერესებს, რას ფიქრობთ ჩვენს მანქანაზე. არ დაგავიწყდეთ ინსტაგრამზე გამოწერა, ლინკი აღწერაშია. დააჭირეთ ლაიქს თუ მოგეწონათ ეს გარჩევა, თუ არა და ეგეც ახარის პრობლემა. გამოიყენეთ კოდი VIEJONES საუკეთესო ბონუსებისთვის სტეიქზე და აბა დროებით.